ვფიქრობ, რომ ასეთი ღონისძიებები ძალიან ხშირად თუ არა ყოველ შემთხვევაში რამდენიმეჯერ მაინც უნდა იმართებოდეს, იმიტომ რომ ბაზარი იზრდება, ბევრი ადამიანი მოდის ამ სფეროში, ვინც ახალია, ვისაც ბევრი რაღაცა არ ესმის და გაზიარება არის ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელიც კი. მე ვაპირებ რომ გავაზიარო ჩემი 6 წლიანი გამოცდილება, რა შეცდომებს უშვებდი აქამდე და რა ვისწავლე წელს თუნდაც, იმიტომ რომ ტენდენციები ვითარდება და ჩვენც ვითარდებით კონტენტის მხრივ, ცვლით რაღაცა ხერხებს ვიყენებთ, რომ ადამიანებს ყურადღება მივუყვროთ. ვეცდები რომ სტუმრებთან ერთად გავაზიარო როგორც ჩემი ხერხები, ასევე მათი ხერხები, იმიტომ რომ ყველას ინდივიდუალური გვაქვს, ტენდენციებს მივყვებით და ტრენდებს მაინც ვიყენებთ, მაგრამ მაინც ჩვენი ნიშა გვაქვს და ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება ეს აუდიტორიისთვის. ძალიან ბევრჯერ ჩამეწერია ასეთი ვიდეო, რომ თუ ამის გაკეთება გინდა, აუცილებლად უნდა დაიწყო ახლა. და ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ აი ჩემი ხმა არ მიყვარს, ჩემი რაღაც ვიზუალი არ მომწონს და ასე შემდეგ და ძალიან ხშირად იკავებენ ხოლმე თავს და ეს შეკავების პროცესი გაუგრძელდა 6 წელი. და სულ იმას ამბობენ ხოლმე, რომ აი პანდემიის დროს რომ დამეწყო და რეალურად არც ახლა არ არის გვიანი. უბრალოდ თავარია რომ დააჭირო ღილაკს, ჩართო და სისტემატიურობა შეინარჩუნო. დისციპლინა არის ერთადერთი გასაღები ყველა სფეროში და ერთადერთი მაგას ურჩევდი, რომ თუ გინდა რომ ნებისმიერ საქმეში რაღაცა გამოგივიდეს, დისციპლინა უნდა შეიმუშაო.